რაილოდება 500-ზე მეტ ზარალიან საწარმოს კონტროლის პალატამ ანგარიში გამოაქვეყნა არამომგებიან კომპანიებში ისეთი მსხვილი საწარმოებებით შედიან, როგორიცაა ქართლი გაზი, საქართველოს ფოსტა, ნავთობსადენების კომპანია. უახლოეს მომავალში ამ კომპანიებში სავარაუდოდ აუდიტით შევა კონტროლის პალატაში კი უკვე საუბრობენ იმ მაქინაციებზე, რომლითაც კომპანიები მოგების ნაცვლად წლიურ ანგარიშში ზარალს აჩვენებდნენ. რა პოლიტიკა აქვს სახელმწიფოს თითქმის გაკოტრებული კომპანიების მიმართ და მოხდებიან თუ არა ისინი საპრივატიზაციო ნუსხაში ლიკა ხურციძე ამბობთ. Სააქციო საზოგადოება ქართლი გაზის ოფისი დღეს დაყადაღებულია საწარმომ თავისი საქმიანობა 73 მილიონიანი დავალიანებით დაასრულა. მათ შორის 39 მილიონი ლარის სახელმწიფო ვალია. ქართლი გაზში ლიკვიდაციის პროცესი იწყება. კონტროლის პალატამ სააქციო საზოგადოებას ზარალიან საწარმოთა სიაში შეიყვანა. ქართლი გაზი 2007 წელს დაარსდა კომპანიის უკვე ყოფილი ხელმძღვანელი დღეს მრავალ მილიონიანი ვალის დაგროვების სხვადასხვა მიზეზებზე საუბრობდა. გარკვეული დავალიანებები, რომელიც ამოსაღებია როგორც კომბიტებიდან, ანუ იმ შეპესეებიდან, რომელთაც აქვს დავალიანება და მოსახლეობიდან, რომელიც არის დაახლოებით ეს არის 1 მილიონამდე ვალი, ეს 1 მილიონი ვალი თუნდაც ამოვიღოთ დღეს, მაინც 59 მილიონს ვერანაირად. 2 მილიონზე მეტი საერთაშორისო და შიდა ფასიანი კორესპონდენციის და ამანათების ბრუნვის მიუხედავად 2 მილიონიანი ზარალი დაასრულა გასული წლების საქართველოს პოსტამაც. ახალი ხელმძღვანელობა ამბობს, რომ კომპანია არამომგებიანია, რადგან ბაზარზე გამოჩნდნენ კონკურენტები და პრობლემებიც ამიტომ შეექმნათ. ეს არის ძალიან დიდი კოლექტივი, სახელმწიფო ორგანიზაცია, სადაც საკმაოდ ძნელად მიმდინარეობს გარკვეული საკადრო ცვლილებები, რომელმაც ასევე მოგეხსენებათ გავლენა მოახდინა შედეგებზე. რა თქმა უნდა, აქ გარკვეული მენეჯმენტის პრობლემებიც ალბათ არსებობდა. ქართლი გაზის და საქართველოს ფოსტის გარდა ზარალიანი კომპანიების ნუსხაში კონტროლის პალატამ ნავთობსადენების კომპანია საგეოსერვისი, გაზმშენი, საქავტოტრანსი და გუდეურით შეიტანა. სულ 16 მსხვილი კომპანია, რომელიც თავიდან სახელმწიფოს დაარსებული იყო, ბოლო 3 წელია წლიურ ანგარიში მხოლოდ ზარალს აჩვენებენ. კონტროლის პალატაში საუბრობენ სქემაზე, რომლითაც კომპანიები მოქმედებდნენ. წლის განმავლობაში ქონდა შემოსავალი 100 ლარი. თუმცა შესაძლებელია წლის ბოლოს კარგი, ასე ვთქვათ, წყალებში კვლავ კარგი მენეჯმენტის პირობებში ეს ხარჯი გახდეს 100 ლარი. ანუ მინუს 100 ლარი. შემაჯამებელი კი იქნება, რომ წელი საწარმომ დაამთავრა მინუს 10 ლარის, ასე ვთქვათ, შედეგით. ესა, ამ დროს რეალურად ეს 100 ლარი, ეს ხარჯი, რამდენად იყო, კიდევ მე კანონიერებაზე არა საუბარი, რამდენად იყო საჭირო კონკრეტული მიზნის მისაღწევად და ასე შემდეგ. აი ეს ზუსტად კვლევისაგან. კომპანიები გაკოტრებულად რომ არ გამოცხადდნენ, რამდენიმე წლიანი ინტერვალით ჯერ მოგებას აჩვენებენ, შემდეგ 3 წელს კი ზარალით ამთავრებენ. ამ ბალანსით კომპანიას არც დახურვა ემუქრება და სახელმწიფო ბიუჯეტით ნაკლები თანხაში აქვს. ხელფასებს კი უკვე წლებია მხოლოდ ადმინისტრაციის რამდენიმე პირი იღებს. ქონების მართვის სააგენტოში უკვე მუშაობენ ეტაპობრივ გეგმაზე და ზარალიანი საწარმოების ნაწილს საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხაში შესატანად ამზადებენ. მათ შორისაა ლიკანი და საქაბრეშუმი. თუ საწარმოს ექნება ინდივიდუალური მიდგომა და თვითონული საწარმოს ფუნქციონირება იქნება ინდივიდუალურად განხილული, აქედან გამომდინარე გაყიდვის შემდგომაც და პრივატიზების შემდგომაც იქნება მიდგომაც შესაბამისი. კონტროლის პალატაში ამბობენ, რომ თითქმის ყველა ზარალიან საწარმოში უახლოეს დღეებში აუდიტი შევა და მათ საქმიანობა შეისწავლის. მაკონტროლებლის დასკვნით საქართველოში მოქმედი 1426 საწარმოდან 506 წამგებიანია და ინფორმაცია მათი ქონების შესახებ აღრიცხულიც არ არის.